საუკეთესო რომანი, პროზაული კრებული, თარგმანი და დამწყები ავტორი, მოკლედ 2015 წლის ლიტერატურული მოვლენების საბამ შეაჯამა. საერთო ჯამში პრემია 10 ავტორს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალი კი წელს პირველად მუხრან ბატონის სასახლეში გაიმართა. 2015 წლის საუკეთესო რომანი პრემია საბას მფლობელი მწერალ აბო იაშაღაშვილის წიგნი როიალ მერი გახდა. არჩევანი ლიტერატურულ პრემია საბას ჟიურიმ, რომელთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე გასაიდუმლოებული იყო, 7 ნომინანტს შორის გააკეთა. ფსევდონიმით აბო აქამდე უცნობმა ავტორმა ძველი თბილისის მრავალფეროვნება და ისტორიული წარსული სადებიუტო რომანში ასახა. დებიუტში ვიყავი ნომინირებული და უცებ ხასან საუკეთესო რომანისთვის მომწეს. დიდი პასუხისმგებლობაც არის მონებრივია და ვეცდები უკეთესი რომანები დავწერო. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია საბა გადაეცა პოეტ ბესიკ ხარანაულს. ეს მიხარია, რომ მე შემიძლია გავაგრძელო მუშაობა და კლავაც პონეს იმედი იმისა, რომ მიიღო ლიტერატურული პრემია საბა. საუკეთესო პროზაული კრებულით მხატვარი ამავე სახელწოდების ნომინაციაში გამარჯვებული გოგი ჩაგელიშვილი გახდა. პრემია საუკეთესო პოეტური კრებულისთვის გადაეცემა პატა შამუგიას. უკვე მეორედ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის პრემია საბა გადაეცა პატა შამუგიას. კრებულისთვის შიზო გადოება. მეორედ მომიწია ნერვიულობამ, ვერ გადავეჩვე ვერაფრით. ძალიან გახარებული ვარ, ასაკრეულია. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც სიტყვის მასალად ნათქვამი, ნამდვილად არაჩვეულებრივი ხალხი იყო ჩემს ნომინაციაში. პიტერ აკროიდის ლონდონის თარგმანისთვის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის გიორგი ციკლაური დაჯილდოვდა. საბა არის რასაკვირველი ძალიან დიდი მოვლენა, თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ლიტერატურული პროცესის გაცოცხლების თვალსაზრისით. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკისთვის პრემია მალხას ხარბედიას, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზისთვის კი ჯილდო ირაკლი მახარაძეს გადაეცა. ირაკლი მახარაძეს. ბატონი ირაკლი არ ბრძანდება, ეს ჩვენთან ერთად. მოულოდნელად ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციაში საუკეთესო პიესა პრემია არ გაიცა. თუმცა 2 გამარჯვებული დასახელდა საუკეთესო თარგმანის კატეგორიაში. ასევე დასახელდა გამარჯვებული საუკეთესო უცხოური თარგმანისთვის. ლელა დუმბაძე ვირჯინია ვულფის გზა შუქურისკენ და ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს პრაღის სასაფლაო წლის საუკეთესო თარგმანი გახდა. შეიძლება გული დავწყვიტეთ ვინმეს დრამატურგს, მაგრამ სამაგიეროდ გადავიტანეთ სრულფასოვანი პრემია იმ ნომინაციაში, სადაც წელს მოზღოვებული იყო ბრწყინვალე ნამუშევრები თარგმანში. დაჯილდოების ცერემონიის მიღმა საღამოს მუსიკალურად სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით აფორმებდა. ცერემონიის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ 10 ნომინაციას მომავალი წლიდან კიდევ ერთი შეემატება. შემდეგი წლიდან ჩვენ გვექნება ლიტერატურული პრემია საბა საუკეთესო ქართულ ელექტრონულ წიგნში, რაც ნიშნავს, რომ ავტორს შეეძლება საბაზე ატვირთოს ეს წიგნი და ამ ელექტრონული წიგნისთვის დაჯილდოვდეს. იმას გამოვყავთ, რომ წლევანდელი საბა ინიციატივით გამოვიდა, ეს არის წერე ქართულად. ჩვენ ყველა ერთად უნდა შევდოთ ქართული ენა, ქართული ანბანი დავიცვათ და ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება. თითქოს მარტივი საქმეა, მაგრამ საკმაოდ რთული. მუხრან ბატონის ისტორიული სასახლიდან პრემია საბა სიახლეების მოლოდინში მკითხველს 1 წლით დაემშვიდობა.